გამარჯობა ხალხო, დღეს ჩვენ ნახავთ ამ ვიდეოს და ბოდიში რომ ამდენ ხან ვიდეო აღარ დამიდია, წინ ბოლო ვიდეო მე მგონი 2 კვირის წინა უკვე დადებული, წინა კვირას ვეღარ მოვიცალი ამ დავალებების გამო და მოკლედ რა, დავბრუნდი როგორც იქნა და დღეს გვაქვს ეს პოზიცია. სულა არის როგორც ხედავთ, თეთრების და უნდა მოვიგოთ რა შამათ ჩავსვათ. კარგი მოკლედ, ახლა მოდი დავაკვირდეთ პოზიციას. მეფე რო წავიყვანოთ სადმე, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ვარიანტში იქნება პატი, რადგანაც კუ აბამს პაიკს, პაიკიც ვერ კლავს ხედარს. ხედარი ბლოკავს მეორე პაიკს და მეფის სვლასაც. ძალიან უცნაური პატი გამოდის. ამიტომაც მსუბუქი ფიგურით უნდა ვითამაშოთ ჯერ. შენ შეიძლება ეს იფიქრო 100%-ით, რადგანაც უბრალოდ ქიშია რა, არაფერს საშუება და რაღაც განსხვავებული სვლა არის. ეხა იქნება ბრილიანტი. რადგანაც რომ მოვიგოთ, ჩვენ ვერც მხედარს და მეფეს ვერ გამოვიყენებთ ახლა. ეხლა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კუ. ხო ნუ აქ, ან აქ არა. იმიტომ რომ ვერ მოვიგებთ, მაგრამ ეხლა სად უნდა დავსვათ კუ? აი აქ. რატომ არ კლავთ პაიქს? იმიტომ რომ ის არის, პატი დასრულდება მატერიალის გამო. მაგრამ აი აქ უკვე სხვა ისტორიაა. აქ სხვა გზა არ არის მოკვლის გარდა. მერე ნებისმიერ სვლას არ თამაშობთ. არამედ ჩვენ თამაშობთ აი ამ მეფის სვლას. რატო? ნახეთ, მეფე უბლოკავს მეორე მეფეს, შავ მეფეს სხვა ადგილებს. და მხედარი ბლოკავს ჰაშპაიქს. ამიტომაც ამ სვლას გარდა არაფერი არ არის, რომლის შედეგადაც შემდეგი სვლა იქნება წამგებიანი შავებისთვის. დღესაც კიდე სულ ეს იყო, ვერ დაგავიწყოთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწევება. მე კიდე ამით დაგემშვიდობებით, ნახვამდის.